ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველოს უშიშროების სამსახურის აგენტი იყო. განცხადება ამის შესახებ მოამბის პირდაპირ ეთერში ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა. თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით ლაპანყურის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულ ჩატაევს ჰქონდა ოპერატიული პასპორტი და უშიშროების ოპერატიულ დავალებებს ასრულებდა. სესიაშვილის განმარტებით არსებობს დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ის იღებდა შესაბამის ხელფასსა და სამეურნეობო ხარჯებს. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების კონგრესმენის მაიკლ მაკილის ინფორმაციით, რომელიც მან CNN-ს მიაწოდა, ახმედ ჩატაევი სტამბოლში ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზატორია. ამ ინფორმაციას ოფიციალური ანკარა არ ადასტურებს. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყანა, ნატოს წევრი ქვეყანა აძლევს პოლიტიკურ თავშესაფარს, თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ რეჟიმს ვიჭერთ, მით უმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს ჩვენს ოკუპანტთან. წინა ხელისუფლებამ მას საქართველოს მოქალაქეობა მისცა და ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მოქალაქეს ვერავის ვერ გადასცემდა, ეს ჩვეულებრივი კონსტიტუციური ვალდებულებაა. ამიტომ მას შემდეგ, რაც მან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ჩვენ ამ შემთხვევაში მასთან არანაირი შეხება კავშირი არ გქონდა. ახმედ ჩატაევის საკითხზე კომენტარს აკეთებს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩიც. იანკელის განცხადებით, ამერიკულ მხარეს არ აქვს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ჩატაევი სტამბოლის ტერაქტების ორგანიზატორია. ინფორმაცია ამის შესახებ კი თავად დიპლომატმა მედიით მიიღო. რაც შეეხება ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, ელჩის განცხადებით, ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვთ. ჩვენ არ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად იყო ამ ტერაქტების ორგანიზატორი. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენ საქართველოს სპეცსამსახურებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ინფორმაციებს სისტემატიურად ვცვლით. ვერ შევაფასებ იმ ფაქტს, თუ რის საფუძველზე იქნა ჩატაევი განთავისუფლებული. კონგრესმენის კომენტარსაც ჯერ არ გავცნობიერვარ შესაბამისად, მის განცხადებაზეც ვერაფერს გეტყვით.